საშიშ ატრაქციონზე მინდოდა დაჯდო. ეხლა იქნება კითხვა. როგორ გამოვიცნოთ გვისვრენ წყალში. რაღაც იწყება. არ ვიცით რა. აქ ის დამატე სენსორ. აქ ლოგოგინის გემო. აი მე რა დე. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ დღეს, რომ აი აქ ყოფილიყავით და წავსულიყავით იქ სადაც მივდივართ. ესე იგი ექსტრემალურ სიტუაციებში ნუცამ გამოიჩინა ძალიან ხნეობა და გადაგვარჩინა. ვიყიდეთ ჩვეულებრივად ბილეთები. ჩემი აზრით ერთი ზედმეტი ბილეთი ვიყიდეთ, ერთი კი რა ორი, იმიტომ რომ იმაში სამივე გამოვძრებოდით. მაგრამ ამას გამოვიყენებთ ამ ბილეთს. აი ნახეთ მეგობრებო, მე მაქვს ორი ბილეთი შენარჩუნებული. კი არა, ერთი გამოუყენებელი, ერთი გამოყენებული. მეორე გამოუყენებელ ბილეთს გამოვიყენებთ ხვალ. ხვალ. ვერსალში ხო რაღაც ხაზი უნდა გამოვიყენოთ. სულ სხვა ხაზი? დიახ. აი ეს არის ჩვენი მიკი მაუსიანი გაჩერება. არ არის საფრანგეთი ჩვენ. არ მომწონს პარიზი. არ მომწონს. უბრალოდ პირველად ვართ და რაღაცებს ვერ ვაგნებთ მარტივად, რა უნდათ არ ვიცი. განონა წუწუნები. პირადად მე პირველად მოხვდი მატარებდი, ანუ თბილისში არ ვარ ნამყოფი. ის მეტროს ბოლოს იმაზე სადგურზე. აი მუკან ვიღაცებს არ ვიცი რა ეროვნებისები არიან, მაგრამ აზიელები არიან აშკარად და ანუ ჭამენ ისე ხო რა უშფოთველად არ ვიცი. მიახედე და ანახე. შტერები. გამომართი გაუბრაზდი. დებრლები. ჩვენ ვიშფოთეთ და ყველა შევაწუხეთ ვინც კი იყო. და კიდე მეგობრებო იმ სამატება მინდა და ბილეთი ნაყიდი კი გქონდა. მაგრამ თურმე აქაც არიან კონტროლიორები და ამოვიდნენ და მე არ მქონდა გატარებული, იმიტომ რომ გავძვარი ნუცისთან ერთად რომ მეთქი ხა. თუ სხვაებიც გაძვრენ, მე რა ჩვენ რატო არ უნდა გავძვროთ? თქო რა. ანუ ბილეთი ერთი წუთი დავიძარით. ხო და ბილეთი გქონდა იდეაში და რა დაზოგანა მან ამას ვერ მივხვდი თუ ერავინ. იმიტომ რომ ბილეთი მაინც ვეღარ გამოიყენებს. ვერ გამოიყენებ. ამ გზაზე აღარ წამოვალთ და ვეღარ გამოიყენებ. აი უბრალოდ დაზოგა. მაგრამ კანონით არ ხვია და კონტროლიორთან როგორღაც გამოძრო მაინც. ძალიან დიდი პატივით გამოგვაცილა ჩვენმა ფრანგმა კაცმა, რომელიც ვერ საუბრობდა ინგლისურად და ესე ჟესტიკულაციით გვიხსნიდა, გამოგვაცილა როგორ თქვენ ჩენთო და სადაც გვასწავლა. ძალიან ბევრი წვალების მერე გამოვედით მეტროდან. ყველაზე რთული პარიზში არის მეტროდან გამოსვლა ჯერჯერობით. მართალობისია. საშიშ ატრაქციონზე მინდოდა დაჯდო. ალისას ლაბირინთში შემოიყვანეს. მოდი რაღაც კადია, მოდი. ანა რამდენად გეშინი? 2 hours later. ანუ უბრალოდ არ მთავრდება და სად მივდივართ, მაგასაც ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ ეს ბალახების სიმაღლე უფრო და უფრო იზრდება. გამოვჩდით ცოტა. ეგეთები ხართ იუთუბერები. როგორები? საყვარლები. ეს არ არის ჩემი მეგობარი, რა ვიცოდეთ, ანუ ეს ძალიან შემთხვევით მოხდა, დღეს გავიცანით აქ უბრალოდ. უცხო ქვეყანაში ვარ და ქართველი ვიპოვე და ესე იმის თქვენ თორე ესეთ ადამიანს მე ვერ მეგობრებოდი, მაგრამ ცადია. ექსკლუზიურად ანუკის ძალიან მოგვახსენს ფოტოს. ინჰერ იუთუბერერა. ძალიან ზღაპრულ გარემოში ვარ, ძალიან ყვაყოფილი ვარ. მართლაც აბრუნე ხო, წამოვიდეთ, აქავიდეთ. საშიში ჩანს. სკანდალური კადრები. როგორც მშვენია. ნუცა არ დაკარგეს. მე ახლა დები მეგობრებო დამალული. ნუცა. იცი ამ გონია ფორტ ბოიარჩი რომ ბრძენთან ადიოდნენ. ნუცა. ახლა იქნება კითხვა. როგორ გამოვიცნოთ გვისვრენ წყალში. რაღაც შოუზე მოვედით, მან არ ვიცით ჯერ ახდება უბრალოდ ბევრი ხალხია და 29 წუთზე რატო ლაიქ? ზუსტად 5 აი რაღაც იწყება. არ ვიცით რა. Christmas parade! Les enfants, j'arrive! I'm coming to town! Oh, les amis, suivez-moi! Juste ici. Oh, merci, c'est tout!
ვიყავით. კარიბის ღუს მეკობრეების ძალიან კარგ ატრაქციონზე. და ეხლა მედივარ ამ რაღაცაზე უნდა დავსვი. ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე საშიში რაღაცაზე, ანუ ისეთ როლიკოსტერზე ვიჯექით, რომ აი მეტი არ შეიძლება და უბრალოდ სწორ ხაზზე სიარული გვიჭირს, კანკალებთ, სულად ვართ. დღეს არის ჩვენი მესამე დღე. სად ვიდივართ? ევროპაში ჩვენი პარიზში ყოფნის მეორე დრო მესამე დღეს შევძელით. ლეგალურად სიარული. ამი რაღაც ვერთის ყიდვა. გუშინ არ ვართ დარწმუნებულები რამდენად ლეგალურად დავდიოდით. ვცდილობდით, მართლა ძალიან ვცდილობდით, მაგრამ დარწმუნებულები ვერ ვართ. თავია გუშინ გადავშჩით ყველაფერს. და ეხა უკვე ეს წესით. ეხა გვაქვს ნაყიდი weekend pass-ი და დღეს ვიცით, რომ ყველგან ლეგალურად ვივლით და ეს ძალიან დიდი შვება, იმიტომ რომ გუშინ მთელი დღის მანძილზე ძალიან ვიწვალეთ. ანდა რო გვიცეკო? შეიძლება ცეკვა. მუსიკოდაც. ვიდეოთ ვერსალში დიდი ვერაფერი და ვცდილობთ რომ ვიყავით მიკროფონი და ტორნიკეტია. გამარჯობა. ვაიმე რანერი რაკურსი. 2 საათზე მეტი ვიარეთ ვერსალში. მე პირადად არ მომეწონა დიდი ვერაფერი. ეს ვარი ძალიან ლამაზი სივრცეა. ანუ კარგი, ანუ სანახავად ღირს ხო რა? ჩვენ დღეს ვიმყოფებით ვერსაიში. Versailles. რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სანახაო. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სანახაობა საფრანგეთში, მაგრამ ჩვენ არ მოგვეწონა. რავანა? ჩვენი ოპერატორი ახლა კადრში დაგანახებთ, თუ რას ხედავთ ახლა ჩვენ ამ წუთებში. როგორც ხედავთ, საკმაოდ ლამაზია, უბრალოდ როცა ადამიანი იბადება ისეთი პრეტენზიული, ხო, ძალიან რთული არის, რომ დავაკმაყოფილოთ ეს ყველაფერი. მაგრამ ჩემზე მეტად არ მოეწონათ ჩემს მეგობრებს, განსაკუთრებით ნუცა მაისაშვილს, რომელიც ახლა შემოვა კადრში. ნუცა, რატომ არ მოგეწონა? მომეწონა. ნუცა, რატომ არ მოგეწონა? მომეწონა. და აი როგორც ხედავთ, ნუცას ნამდვილად ძალიან არ მოეწონა, მიზეს ჩვენ ვერ ვარკვე. რატომ არ მოგეწონათ? ჩემი გამარჯობა, პირველ რიგში მივესალმები შენს მაყურებელს და ვეტყოდი რომ გამოიწეროთ ანუკის არხი, აი აქ ქვემოთ გამოვა ალბათ subscribe-ის ღილაკი და აი აქ რომ დააჭიროთ. ლამაზი არის ცალსახად, მაგრამ როდესაც ისეთი მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ მე ვიყავი მუზეუმში, კი არა სასახლეში ანუკისთან ერთად. შესაბამისად, ანუკის სილამაზე მე ყველაფერი დაჩრდილა და მე უბრალოდ ვეღარ აღვიქვი ამ ყველაფრის სილამაზე როგორი იყო. ერთად როგორ თხოვე რომ არ გინდა თქო და ეხლა უკვე ჩემს ოპერატორსაც დაგანახებთ მეგობრებო. და რა შეეხება ანას, ცოტა ესე დავდგეთ, მოდი რომ გამოჩნდა უფრო კარგად. და რა შეეხება ანას, ანა შენ რატომ არ მოგეწონა ასე ძალიან? იცით რა არის? ასე ძალიან არ მომეწონა ვერ ვიტყოდი. და აი ეს იყო ანას კომენტარი მეგობრებო. ახლა მიკროფონს ვერ მოვიღებ, იმიტომ რომ ძალიან მცირე, მაგრამ ეს ვიდეო იწერება ანას დაკვეთით. მეგობრო, სრული 2 დღეა. კი, მესამეა ხო დღეს? მესამე დღეა ვართ პარიზში და ეიფელი ახლოდან თვალით არ გვინახავს. არც ტრიუმფალური თაღი, არც ლუვრი. აი ესეთი underground ხალხი ვართ. სამაგიეროდ არ სადავართ, საერთოდ ადგილას ვართ. დღეს გადავწყვეტეთ ბაზილიკაში მოსვლა. ბაზილიკის ნახვა. და გავდივართ ამ ძალიან ცნობილ კიბეებს და ძალიან დავიღალეთ. კომენტარს გააკეთებდი ამ კიბეებზე. გამოლახინ.
ანა, თქვენ კომენტარს გააკეთებთ. ბევრი კი მეიყო ძალიან. ჩვენ გვინდოდა რომ ერთ-ერთ უბრალოდ რენდომ კაფეში შევსულიყავით, რომელიც ფებზე ვნახეთ და თურმე ძალიან ვაირალ კაფე არის და თურმე ხალხი აქ წლობით რიგში დგას და ანუ ეს 3 კილომეტრიანი რიგი იყო, ისე რომ აღწონე როდი შევიდოდე და საერთოდ შევიდოდნენ თუ არა. მაგრამ მიდგნენ, გამოცდილები არის. ჩვენ რომელსაც პირველია თუ რაღაც და არ გვიჭამიაჩე. სასაუზმოთ ვართ გამოსულები პირველ საგლებით 15. ეხლა დავსხედით ბაზილიკას გვერდით. ერთ-ერთ კაფეში უკვე კაფეს ვარჩევდით მარტო იმით, სადაც იქნებოდა ადგილი. იმიტომ რომ ყველგან იყო სავსე და ყველგან იყო რიგები და ჩვენ უბრალოდ ძალიან გვშია. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ კაფეში და მე შევუკვეთე ჩემი მთავარი კრიტერიუმი იყო რომ ყოფილიყო ცხელი და აი ნახეთ ძალიან კარგი ჩანს და ახლა ჩვენ ამას დავასხავთ და ვნახავთ. ყველანი მოდიდგება დიშავდით. არავინ არ მოდის მარტო ჩვენ ვართ მეგობრებო გარეთ. შიგნით არის ბევრი ხალხი. ძალიან მცივა მიუხედავად იმის რომ ეს მათვია პალტო აი ეს ერთი ეს შიგნიდან დათბილული არის ზამთარში ბაკურიაში ამით ვიყავი და არ მციოდა ეს არის კიდევ გამეხსნა მაგრამ არ ვარ ტიტული ეს შიგნიდან კიდევ როლინგი მათვია და მაინც მცივა ხალხო პლუს ხელთათმანები მიკეთია აღარ გამყინეს მცივა გთხოვთ პლიტის ფული ვაპატიეთ პლიტა როგორ აქვს ქართულად გამბათბობელი ეს არის ბაზილიკა ჩემ მეგობრები აღარ მოუყვებიან რომ კიდევ ერთ კიბეზე ავიდეთ ამ კიბეებზე და წინ რამდენი ხალხია უბრალოდ არ ვიცი და აქეთკენ არის ხედი ეს შავი ღრუბელი რო გადაეფარა უნდა იწვიმო არ ვიცი კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ის რომ დღეს არის ჩვენი აქ ყოფნის მეოთხე მეხუთე დღე რაღაც ეგრე და ეიფელი კიდე არ გვინახავს არ ვიცი რატო უბრალოდ სადაც მივიდივართ ყველაფრიდან არის ძალიან შორს ეიფელი ზოგადად შემთხვევით ესეთ უამაზეს რაღაცა ადგილზეს აღმოჩნდით ანა ეხლა ჩვენ სად ვიმყოფებით ქუჩა არის ლამაზი ქუჩა ძალიან ლამაზ ქუჩაზე და ეს არის მოკლედ ერთ-ერთი ძალიან ვაირალ ადგილი ამ უბანში და просто ის მოგონი საღამოობით ესე რინთება მე არის ვაფშე ძალამაზი მე ვიცი ძავა თქვა ანუ გთხოვთ კურდი ორსული კურდის ვიცი აი ვითომ მოსულები რო არიან და მაღაზიაში შედიან და კურდოვენ და უცებ მოგვადგა დაცვა და გვეუბნებიან რომ ანუ შენო დაგინახეთო რომ იყიდეო და ანას ეუბნებიან რომ შენო რაღაცაო ჯიბის ჩაიდეო რა ესე იგი გადავწყვეტეთ რომ ეიფელის ფონზე გავსინჯოთ ლოკოკინები სამიოს გვეზიზღება არც ეს არ გვაქვს გასინჯული და რომ ვუყურებ ცოტა მაკაცკაცებს აი აბა პირველი მე მიყვარდა მე ლოკოკინები მე ვერ ვიტანი ვერასდროს cheers ჩვენებრივი ხორცისკენ მართლა? მიდიანა? არა, თუმცა ჩვენ არ მოგეწონება. მადლობა. არც არ მომეწონა. აქ ლოკოკინის გემო? აქ ლოკოკინის გემო? არ ვიცი ლოკოკინას რა გემოა. ლოკოკინის გემო აქ. როგორი აქ შენია? ლოკოკინას რაც სუნიც აქვს, ეგეთი გემო უნდა ქონდეს. მე ადამიანი რომელიც სოკოსაც 20 წელი არ სინჯავთ. ხო, არის რეაქცია ზოგადად. სად იყო მგონი რომ ცუდი იქნებოდა? ჯერნი ესე ცალკე გემო, ძალიან ცუდი არ აქვს. ტექსტურა აქვს საშინელება. როიაზე ბრაშჭამ. ნახე რა კარგები ვართ ჩვენ და იფელი. ულალა, მე ფონი. ჩვენ დავასკვენით, რომ საერთოდ არ ყოფილა ეიფელი. მოგაჩერდი ორი წამი. საერთოდ არ ყოფილა ეიფელი overrated. და მოგვეწონა. როგორ გამოგაჩინო? ჩემი დაქალი გაგიშდა. ანუ მე შევხედეთ და ანუ მეტი ამით кайფა არ გამოვჩეს.
დღეს არის ჩვენი პარიზული ბოლო დღე. Merci. Sად მივდივართ?